გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მეორე დავით კალანდია. გადაცემის ფრაგმენტი ვნახე ტევპიროლის არღზე. იქ დიანა ტრაპაიძემ შესთავაზა გიორგი ვაშაძეს ვინ ხართ თქვენ თვითონ დაიხასიათეთ თავი და იმანაც სიხარული და ყოველგვარი მორიდების გარეშე დაახასიათა საკუთარი თავი. ჩვენი სამი მთავარი პრინციპია პატიოსნება, პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი. რადგანაც კარლსონი გამახსენდა, მე ვარ ყველაზე ლამაზი, ჭკვიანი, ზომიერად ფერხორციანი, მოწიფული მამაკაცი. თუმცა კარლსონი რა მოსატანია? კარლსონი კაი ტიპი იყო და ვაშაძე კი ხო არაფერი. პატრიოტიზმი ვაშაძე. ეთყობა პატრიოტიზმში ვაშაძე გულისხმობს იმას, სულ დასავლეთისკენ წაგრძელებული კისრითა და მათხოვრის მზერით რომ იყურება და მათგან ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის დახმარებას რომ ითხოვს. ელოდე ჩიტო, ელოდე. დიახ, ვაშაძის გაგებით პატრიოტიზმია, როდესაც დაწანწალებს საზღვრებ გარეთ და სადაც კი ხელი მიგიწვდება, ცდილობ ტალახი მოცხოს შენს კარგ და მოწყენილ ქვეყანას. პატრიოტიზმია, როდესაც ყველა კარზე აკაკუნებ თხოვნით, რომ ოღონ შენი ქვეყნის მოქალაქეებს ავნონ, რომ მერე შენი ქვეყნის მოქალაქეებმა არსებული ხელისუფლება განდევნონ და შენ მავნებელი და ცრუ პატრიოტი მოგიყვანონ მის ადგილას. რაღაც ალოგიკური რამ გამოდის, მეგობრებო. მე თუ ვაშაძის წყალობით ვიზა ლიბერალიზაცია გამიუქმეს, სიტყვაზე ვამბობ. განა კობახიძეს უნდა მოთხოვო პასუხი, რატომ გამიუქმა ევროურსულამ ვიზა ლიბერალიზაცია ვაშაძის გამო. აი აქ კავშირს ვერ ხედავ. ანუ კობახიძე უნდა გაუშვათ ხელისუფლებიდან და მოვიყვანოთ ვაშაძე, კაცი მავნებელი, რომელმაც ცხოვრება გაგვიუარესა. სრული აბსურდი გამოდის. იმის არ იყოს ამერიკელები ირანს რომ ბომბავენ იმ იმედით რომ მათი ბომბები მოსახლეობას გადააწყვეტინებს რომ ამერიკელები კარგები არიან და საკუთარ ხელისუფლებას შეცვლიან. ახლა ალბათ მორიგ ბანალობას ვიტყვი, ასეთ შემთხვევაში სულ სხვანაირად ხდება, როგორც მე ეს მესმის. მოსახლეობა ასეთ ეგზისტენციურ დროს პირიქით თავისი ხელისუფლების გვერდით დგება. სხვა შორის იგივე მოხდება, რაც ჩვენთან 2008 წელს მოხდა, აგვისტოს ომის დღეებში, როდესაც თქვენმა მონამორჩილმა, რომელიც მაშინ ზიზღით უყურებდა ნაციონალური მოძრაობის მთელ ბანდას, მაინც კეთილი ინება, ანუ ვინებე და იმ ავბედი დღეებში არც მიშაზე და არც მის ხროვაზე გადაბრუნებული სიტყვა არ დამიძრავს. და როდესაც ჩემი რუსი მეგობრები რუსეთიდან მთხოვდნენ სიტუაციის განმარტებას და ელოდებოდნენ რომ დავიწყებდი ნაცების ლანძღვას, მე პირი მქონდა ამოგერილი და უბრალოდ ვიღრინებოდი მათი მთავრობის მისამართით. კარგად გამიგეთ, მე იმას კი არ ვამბობ, რომ მე ვარ განსაკუთრებული და კარგი. არა, ცუდიც ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ახლა სხვა რამაზე ვამახვილებ თქვენს ყურადღებას. და იმას ვამბობ, რომ ჩემი ქმედება იყო სრულიად ჯანსაღი და ნორმალური. აი სხვანაირად რომ მოუქცეულიყავი ჩემი ქვეყნისთვის მძიმე დროს, როდესაც სულ ერთი იყო რის ან ვის გამო დაუდგა ქვეყანას ის მძიმე დრო, ზურგში დანა რომ ჩამერტყა იმ იმედით რომ რუსები შემოვიდოდნენ და მიშას საკუთარ ჰაუსტულზე ჩამოკიდებდნენ, მაშინ მე ვიქნებოდი არაკაცი. ასე მგონია მე. ამიტომ გიორგი ვაშაძე პატრიოტიზმს ეძახის საკუთარ ბოროტ ეგოიზმს. ხო, ეს პროფესიონალები ვართო. მინდოდა მეკითხა, რის პროფესიონალები არიან? ხელისუფლებაში რომ იყვნენ, მაშინ რა ისე ააწყვეს საქმე, რომ ხალხი მათი მადლიერებით ახსავსე დადიოდა და ლოცავდა მათ. ასე რომ ყოფილიყო 2012 წელს ტოტალური გაყალბების მცდელობის მიუხედავად ნაცები არ წააგებდნენ არჩევნებს დამანგრეველი ანგარიშით, როგორც ეს მოხდა. აი კითხვასაც არ უსვამენ საკუთარ თავს. ასეთი პროფესიონალები, პატრიოტები, პატიოსნები, ლამაზები და ტანადები თუ იყვნენ, ხალხმა რატომ ამოკრა მათ ჭიტლარი? ოღონდ ახლა რუსეთის გავლენაზე ვინმე ნაცმა არ დამიწყოს ლაპარაკი, დიახ?
ასეთი რამეც გამიგია, რომ თურმე 2012 წელს რუსეთმა გადააგდო სააკაშვილი. ნაცებ რუსეთი თუ ასეთი ძლევამოსილია, რომ სრულიად სანაცეთის დესპოტური მეფობის ხანაშიც ასე მოგვიგრეხათ კისერი, მაშინ დაყარეთ ეს თქვენი მუყაოს იარაღი, აღიარეთ რუსების უპირატესობა და გვირგვინით ეწვიეთ მავზოლეუმს. ნაცური ლოგიკიდან გამომდინარე, თუ მაშინ 2012 წელს რუსეთმა მოახერხა თქვენი დამარცხება, ახლა 2026 წელს მთლად ყელს გამოგჭამთ, რადგან 2026 წლის რუსეთი გაცილებით უფრო შეიარაღებულია, ვიდრე ის 2012 წელს იყო. ხოდა პატიოსნების ვართ. საინტერესოა, რას ეძახიან ისინი პატიოსნებას. 300,000 პრობაციონერი რომ ყავდათ ქვეყანაში და ყველა ბიზნესმენს ფულს რომ ზალავდნენ, ეს მათი პატიოსნების დამადასტურებელი ნიშანი იყო? პატიოსნები კი არა, რეკეტიორები იყავით, თქვენ მართლა ურჯულოებო და უსამშობლოებო. ამას წინათ ვაშაძისგან მოვისმინე, უსამშობლოს რატომ გვეძახიან და იცით რატომ გეძახით? იმიტომ. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.